არაადამიანური მოპყრობის წამების და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების შემწავლელი ჯგუფები მუშაობას დღეიდან დაიწყებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კომიტეტში 1000-მდე განცხადებაა შესული, ორი სამუშაო ჯგუფი კი შესასწავლად სავარაუდოდ 3 თვეს მოითხოვს. შეადგენენ პირთა სიას, რომლებმაც წამების ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადეს. კომიტეტის დასკვნა ჯერ პარლამენტს არედგინება, შემდეგ მთავარ პროკურატურას. ახლად შექმნილ დეპარტამენტს ჯგუფების შექმნას მიესალმება სახალხო დამცველი უჩანა ნუიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს. ჯგუფები ალბათ კიდევ გაიზრდება და დაემატება მას რამდენიმე დეპუტატი, იმიტომ რომ არიან მსურველები, მუშაობას დაიწყებენ უკვე დღეიდან. ათასობით განცხადება ამ ორი წლის განმავლობაში უკვე შემოსული. მოხდება ამ ცალკეული განცხადებების უკვე სისტემაში მოყვანა. ძირითადი საქმიანობა სწორედ პროკურატურის ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს, თუმცა მე ვფიქრობ არის საკითხები, რომლის ასე ვთქვათ მომზადება, გარკვეული საკითხების განხილვა შესაძლოა პარლამენტის საპარლამენტო ტრიბუნალზეც მოხდეს. ამდენად ის რომ სხვა ფორმატიც არსებობდეს, მე ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. კანონმდებლობის თანახმად ესეთი ზიანი შეიძლება ანაზღაურებული იქნას თავად სახელმწიფოს მიერ, ან სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს იმ კონკრეტული თანამდებობის პირს. შესაძლოა ტექნიკურად საკმაოდ რთული იყოს ამ შემთხვევაში, როცა რაოდენობით საქმეებზეა საუბარი. თუმცა ამიტომ მნიშვნელოვანია ერთიანი ხედვის არსებობა, რომელიც ერთობლივად მიუდგება ამ საკითხის მოგვარებას.